ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი. ჰოდა აუ ფრინდი მთვარეზე კიდევ სადარ ყოფილა რა არ გადამხდენია და რა არ მინახავს. კარგი კაცო, კარგი, ტყუილებით ნუ გაგბერე. მიკვირს ჩემი რატო არ გჯერა სამფეხა ადამიანებთან და თევზის მუცელშიც კი მიცხოვრია. სადმე და სადტყუილი. ჩემი მეგობარი ბარონები, თავადები და ხონთქრები სულ იმას ამბობდნენ, რომ ჩემისთანა მართლის თქმელი კაცი დედამიწაზე მეორე არ დაიარება. თქვენ ალბათ არც იმას დამიჯერებთ, ირემს თავზე ალუბლის ხე რო ამოუვიდა. ირემს ამოუვიდა თავზე ალუბლის ხე? დიახ, ალუბლის ხე ამოუვიდა. თან ისეთი გემრიელი, ისეთი ტკბილი ალუბლები ესხა. აი როგორ იყო ეს ამბავი. ტყეში სანადიროდ ვიყავი. იმ დღეს რატოღაც ვერაფერი მოვინადირი, აღარც ტყვია წამალი მქონდა. მოვდიოდი და თან გემრიელ ალუბალს შევექცეოდი. რა გემრიელი ალუბლებია. ეს რამხელა ირემი დგას ჩემს წინ. მე კი ერთი ტყვიაც აღარ მაქვს. ამ ალუბლების ყურკებით გავტენი თოფს და ისე ვესტრი. აფსუს, რა ირემი გაუშვი ხელიდან. ერთი წლის შემდეგ ისევ მომიხდა იმ ტყეში ნადირობა. ამჯერად ტყვია წამალი ბლომად მქონდა. ალუბლის ყურკის ამბავი აღარც კი მახსოვდა. უცებ ტყიდან ირემი გამოვიდა, რომელსაც თავზე რქებს შორის დიდი ალუბლის ხე ამოსვლოდა. მე იმ წუთას მივხვდი, რომ ხე იმ პატარა ყურკიდან იყო ამოსული ერთი წლის წინ ირემს რო ვესროლე. დაუმიზნე ირემს თოფი ვესროლე და იქვე დაეცა. ერთი გასროლით მწვადიც ვიშოვე და ალუბლის კომპოტიც. უნდა გითხრათ, იმაზე გემრიელი ალუბალი ჩემს სიცოცხლეში არ მიჭამია. ასეთი საოცარი ამბავი ჩემს სიცოცხლეში არ მომისმენია. მიუნჰაუზენ, კიდევ მოგვიყევი რამე სახალისო ისტორია. თუ გსურთ ჩემი სხვა არანაკლებ საინტერესო და უცნაური თავგადასავალი მოისმინოთ, გამოიწერეთ არხი და დაგველოდეთ სულ მალე ახალი ისტორიით დაგიბრუნდებით.